გაქვთ გულის პრობლემები, მაშინ საუკეთესო შესაძლებლობა გეძლევათ ქვეყნის მასშტაბით გამოკვლევები უფასოდ ჩაიტაროთ. 29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა. საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma მსოფლიოს გამოძახილს ტრადიციულად წელსაც უერთდება და პაციენტთან მხარდასაჭერად გულის უფასო გასინჯვების კამპანიას იწყებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გულის იშემიური დაავადებით, ინფარქტით, ინსულტით და ასე შემდეგ ადამიანის გარდაცვალების რაოდენობა პირველია მიუხედავად იმისა, რომ 1000 სხვადასხვა სახეობის სიმსივნე არსებობს და თითქოს შეიძლება მოსახლეობაში იყოს ეს წარმოდგენა, რომ სიმსივნით უფრო მეტი ხალხი გარდაცვალება ხდება, მაგრამ ესე არ არის. პირველ ადგილზე რჩება მაინც გულის იშემიური დაავადება, ინფარქტი, ინსულტი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობა ამაღლდეს მოსახლეობის ამ დაავადების მიმართ, მის პრევენციის მიმართ და ამისთვის 1999 წელს გულის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესეს გულის მსოფლიო დღე, რომელიც 29 სექტემბერს აღინიშნება და ამის ძირითადი მიზანი იყო, რომ მოსახლეობაში ცნობადობა ამაღლებულიყო გულის დაავადებების მხრივ და მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდა თუ რას წარმოადგენს გულის იშემიური დაავადება, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ. GM Pharma-ს მიერ ორგანიზებულმა კამპანიამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს გურჯაანში, თელავში, ზუგდიდში, რუსთავსა და თბილისში. პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ კარდიოლოგის კონსულტაცია, ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფია და გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა. ქალაქ გურჯაანში აქცია 27 სექტემბერს გაიმართება. მნიშვნელოვანი ასევე ის რისკ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც იწვევენ გულის იშემურ დაავადებას. ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია, ჭარბი წონა, კიდევ არის ისეთი ფაქტორები, როგორც არის თამბაქო, ალკოჰოლის მოხმარება და ასე შემდეგ. ეს ძირითადი ფაქტორები, რომლებიც არის მოდიფიცირებადი, ანუ რომლის შეცვლაც შეგვიძლია და ამის ესე ვთქვათ უკუგანვითარებაა შესაძლებელი. თუმცა ამისთვის საჭიროა ადამიანს ამაზე ქონდეს ინფორმაცია, მეტად ინფორმირებული იყოს და შესაბამისად დროულად ხდებოდეს ექიმთან ვიზიტი, მიმართვა და ასე შემდეგ. GM Pharma-ს პრეპარატები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაშიც არის ჩართული. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია. ჩვენს ქვეყანაში საქართველოში არის ჯანდაცვის პროგრამები სახელმწიფო, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ფენებს უფასოდ აძლევს იმ მედიკამენტებს, რომლებიც აუცილებელია ესეთი მდგომარეობების სამკურნალოდ. ეს არის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, ქოლესტერინის, ჰიპერქოლესტერინემის სამკურნალოდ და ასე შემდეგ. ამ პროგრამაში ჩართულია GM Pharma, ჩვენი ქართული ფარმაცევტული წარმოების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ასევე დიდი როლი აქვს ამ პროგრამაში მონაწილეობით, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ის მედიკამენტები, რომლებიც ამ დაავადებებს, ანუ რასაც გულის იშემური დაავადება ქვია, ინსულტი ქვია, ჰიპერქოლესტერინემია ქვია, ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ეს მედიკამენტი და პაციენტების უმრავლესობა დროულად მოხდეს მათი ამ მდგომარეობის გამოსწორება. ამისთვის მადლობა ესეთ კომპანიას, რომელიც ჩართულია ამ პროგრამაში და ასეთ მედიკამენტებს აწვდის მოსახლეობას უფასოდ, პლუს ამასთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, რომელიც შემოიღო ეს პროგრამა, რომ მოსახლეობას გარკვეულწილად ჰქონდეს ადვილად უწვდომა ასეთ მედიკამენტებზე. საქართველოსა და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც GM Pharma ოპერირებს, მალე გამოჩნდება ახალი პრეპარატებიც, რომელთა საშუალებითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს და მათ პაციენტებს პრობლემის უკეთესად გადაჭრის საშუალება მიეცემათ. გულსისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.